3300 საგადასახადო ვალდებულებები. ჩვენ ჯერ არ გაგვიკეთებია განმარტება საერთოდ ვალდებულება რას ნიშნავს. ისე ზოგადად გვაქვს ნასაუბრები, რა არის ვალდებულება და მარტივად ვცემთ ამ კითხვას პასუხს, რომ ვალდებულება არის ვალი, რომელიც გასასტუმრებელი მაქვს. ჯერ არ გამისტუმრებია და ვიდრე არ გავისტუმრებ, ის მანამდე აღნიშნული იქნება ჩემს ფინანსურ ანგარიშგებაში, ჩემს ანგარიშებში. ვალდებულება წყაროა, ხო? პასივია. წყაროა. აი ის ვალდებულება რაღაცამ წარმოქმნა იქეთ. მაგალითად, საქონელი შევიძინე კრედიტში. რა ხდება? აქტივებში მეზრდება საქონელი, პასივებში მეზრდება ვალდებულება, მომწოდებლის ვალი მაქვს, ასე ვწერ პასივებში. ეხლა ეს ნათელია, ეს ოპერაცია, ფული თუ არ გადამიხდია, საქონელი გამეზარდა აქტივებში და მისი წყარო არის ვალდებულება. სესხი ავიღე. დიახ, მე ფული გამეზარდა აქტივებში, დიახ და მეორე მხარეზე მისი წყარო ვალდებულება გამეზარდა. იმიტომ რომ ნასესხები მაქვს და აშკარად მიმანიშნებს ეს რომ ვალია. და ეხლა მე რაც გითხარით, ეს ორი მაგალითი წარმოადგენდა 3100 ანუ ასეთი სახის ვალდებულება, მომწოდებლის ვალდებულება 3100-ში ვდებ. ხოლო სესხი რომ ავიღე, ის იყო 3200. ორივე შემთხვევაში აქტივები გამეზარდა. ერთ შემთხვევაში საქონელი მივიღე, მეორე შემთხვევაში ფული მივიღე, მაგრამ ორივე წყარო იყო ვალდებულება. ანუ ესენი ორივე გასასტუმრებელი მაქვს. ეხლა რაც შეეხება 3300-ს. 3300-ი გახდათ საგადასახადო ვალდებულება. აი აქ ასეთ დამოკიდებულებას პირდაპირ ვერ ნახავთ. ანუ რაც ჩვენ წეგან ვისაუბრეთ, ვალი გამიჩნდა, ბუნებრივია ვალია, იმიტომ რომ მივიღე, გავზარდე აქტივი და მეორე მხარეზე არ გამისტუმრებია ფული და თავისთავად ვალია მანამ ვიდრე გადავიხდი ამ ფულს. აი ახლა საგადასახადო ვალდებულებას რომ უყურებ პირდაპირ, ასეთი რაიმე ეკონომიკური სარგებლის ზრდა პირდაპირ არ მოსდევს მას. ვისესხე, მესმის რომ უნდა გავისტუმრო და ვალი იმიტომ არა. მომყიდე კრედიტში საქონელი მივიღე და მესმის რომ ამიტომ უნდა გაგისტუმრო, მაგრამ აი ეს საგადასახადო ვალდებულება, საიდან გამიჩნდა, რა მომცა, რატო უნდა გავისტუმრო, ეს ჯერჯერობით არ გვესმის. მაგრამ არ გირჩევთ, არ გაისტუმროთ. აუცილებლად უნდა გაისტუმროთ, იმიტომ რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებაა და აი რატომ განმისაზღვრა კანონმა მე ეს ვალდებულება? აი ამ საქმიანობაში, დიახ, აი რა ბიუჯეტი საჭიროებს თანხებს, უნდა შეივსოს, სახელმწიფო უნდა განახორციელოს თავისი ფუნქციები, მაგრამ ყველას ხომ არა აქვს ეს ვალდებულება, რაღაცისგან მიჩნდება. მე და აი რატომ მიჩნდება კანონში რა არის ჩადებული, როგორ უნდა განვახორციელო, როგორ უნდა ვაღიარო, აი მე ხო ბუღალტერი ვარ და უნდა ვაღიარო ეს ვალდებულება. აი ეს ყველაფერი წინა გვაქვს, ანუ ეს ყველაფერი უნდა გავარკვიოთ, რატომ ხდება და თან კიდე მეორე. ჩვენ ხო ვთქვით რომ აუცილებლად უნდა გადავიხასი წერია კანონში პირდაპირ და არაფერი არ უნდა შემეშალოს. თორემ მე კიდე თუ ვერ გადავიხდი ამ ვალდებულებას სწორად და დროულად შეიძლება იმაზე მეტი ჯარიმები გადამახტევინო. აქედან გამომდინარე, მე როგორც ბუღალტერმა უნდა ვაღიარო ეს ვალდებულება, მაგრამ ასეთი აშკარა პირდაპირ გამზადებული ინფორმაცია რატომ არის ეს ვალი, რამდენია, როდის არის, ასე არა მაქვს პირდაპირ. ანუ ამას რაღაცა სხვა წესები უნდა, დათოლა უნდა რაღაც. ანუ ვალდებულება, რომელიც იქნება საგადასახადო, არ აგვერევა, არ უნდა აურიოთ არც ერთ სხვა ანგარიშებში, 3300-ში იქნება მხოლოდ საგადასახადო ვალდებულება. ის არ იქნება არც 3300-ში, არც 3200-ში. და მეორე მხარეზე შევთანხმდეთ, რასაც ანუ რასაც ჩავწერთ ჩვენ 3300-ში, ის მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება უნდა იყოს. ანუ აქ სხვა ვერაფერს ვერ ჩავწერთ. ჩვენ გვაქვს ცალკე ადგილი, რომელშიც იწერება საგადასახადო ვალდებულება. და არ ველოდებით, რომ პირდაპირ აი ამ ვალდებულებას მოყვება რაიმე აქტივების ზრდა. ეხლა კითხვა დაგჩათ, მაინც პასუხგაუცემელი, ხო, მაშინ რა მოყვება? არა, ორადი ჩაწერა ყველა ვარიანტში იქნება. ძირითადად ესენი ხარჯებია. აქტივი არა, ხარჯებია ძირითადად. აქტივი მიმცირდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა გადასახადი ფულით უნდა გადავიხადო. ხო, ფული წავა ჩემგან. დიახ. გრძელვადიან ვალდებულებებში. ესე იგი ჩვენ ვთქვით რომ აი უკაცრავად კიდე გვაქვს აქ მოკლევადიან ვალდებულებებში. ესე იგი სამი კატეგორიის ვალდებულება გამოვყავით. არ არის ერთნაირები ესენი, ხო არ არის ახლა საგადასახადო ვალდებულება სულ სხვანაირია, ვიდრე სესხი.
სესხი კიდე სხვანაირია და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი ვალდებულებისგან, რა ვთქვით, აბა თუ გახსოვთ. სესხი რითი განსხვავდება ჩვეულებრივ? ორივე მხარეზე ამ ოპერაციას ფული მოსდევს და მისდევს, ანუ ფულით მოდის და ფულით გადაიხდება. სესხი ასეთია და დანარჩენ ყველა ოპერაციას ცალმხერაზე აქვს მარტო ფული, ანუ ხო. შემდეგი ვალდებულება იყო 3400-ები დარიცხული ვალდებულებები და ჩვენ ვთქვით, ეს დარიცხული ვალდებულებები ძირითადად წარმოქმნილია დარიცხვის მეთოდის საფუძველზე. მაგალითად, გადასახდელი მაქვს, გამოვიყენე ფართი, ქირა გადასახდელი მაქვს, ჯერ არ გადამიხდია. ვარიცხავ ხარჯს, ვის მიხედვით? პერიოდის შესაბამისად. დებეტი ხარჯებში გავატარებ პერიოდით, როგორც კი დამთავრდება თვე, მაგრამ კრედიტში ფული არ წასულა, კრედიტით უნდა წავიდეს ფული არ წასულა და ფული ვიდრე არ წავა, მანამდე ეს ვალია. კრედიტით იზრდება ვალდებულება. ანუ დარიცხული ვალდებულებები ძირითადად დაკავშირებულია აი ასეთი ტიპის დანახარჯებთან, რომელიც ჯერ არ გადამიხდია. ოღონდ როგორი ტიპის დანახარჯებთან? ძირითადად სხვისი აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული დანახარჯებთან. ამიტომ 3400-ებს ძირითადად უკავშირებთ მეორე მხარეზე 8200-ებს არასაოპერაციო ხარჯებს. ეხლა შეიძლება ეს ყველაფერი ვერ დაიმახსოვროთ ამ ეტაპზე, მაგრამ აი მე გაგახსენდება თანდათანობით, რომ 3400-ები ეს არის დარიცხული ვალდებულებები და დაკავშირებულია ძირითადად არასაოპერაციო ხარჯებთან. გრძელვადიანი ვალდებულებები. ტიპიურად გრძელვადიან ვალდებულებებში ძირითადად გვაქვს სასესხო ვალდებულებები, სესხები. ოღონდ როგორი სესხი? სესხი ახაც ქონდა მოკლევადიაში. სესხი, რომელიც 1 წლის მერე მაქვს გასასტუმრებელი. მარტო ვადით არის ეს განსხვავებული. 4200-ებში გადავადებული გადასახადები და სხვა ვალდებულებები. აი ამ თემას კარგ ახალს წინ არ წამოვწევთ. აი ახლა გადასახადი და თანაც კიდე გადავადებული, აი ამის არსის გაგებას ჯერ ვერ შევეჭიდებით. ოღონდ კვირდებით. თქვენ პროგრამაში ეს თემა არის ცალკე თემა. მოგების გადასახადს ეხება ეს საკითხი და მოგების გადასახადი თავისი გადავადებებით და თავისი აი ამ განსხვავებული წესებით, რასაც იწვევს, ორი სიტყვით გეტყვით მხოლოდ, აი ამ გადავადებებს იწვევს საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსურ აღრიცხვასა და საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებას შორის განსხვავებები. ეს განსხვავებები შეცდომები კი არ არის. ეს განსხვავებები რაიმე წესის დარღვევა კი არ არის. ეს არის, როცა ორი კანონი არსებობს, ერთი კანონი მეუბნება, რომ ფინანსური აღრიცხვა უნდა მოხდეს ასე, გააკეთეთ ასე, მაგრამ მეორე კანონი, საგადასახადო კანონმდებლობა მეუბნება, რომ აი ასე უნდა იქნას დათვლილი მოგების გადასახადი, თქვა. აი ეს ორი წესი ამ დათვლებში, დათვლის წესებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ბუნებრივია ეს არ ემთხვევა და ასეთი კანონები არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში ესეთ მოდელი არის, ასეთი ტიპის მოდელი, როცა საგადასახადო კანონმდებლობა და აი სტანდარტი ერთმანეთს არ ემთხვევა და ამ შემთხვევაში არსებობს კიდე ცალკე სტანდარტი. სტანდარტებში ეს თვითონ მოცემული, როგორ უნდა მოხდეს ამ განსხვავებების ასახვა ფინანსურ აღრიცხვაში. ამისთვის არის ეს ანგარიში. ეხლა რაც მე მოვუყევი, ეს ჩვენ არაფერი არ ვიცით ჯერ, ამას ყველაფერს გავარკვევთ და ვისწავლით, მაგრამ როცა გავარკვევთ და ვისწავლით, რომ აი მათ შორის არსებობს განსხვავებები, მაგრამ ეს შეცდომა კი არ არის და ეს რაიმე წესის დარღვევა კი არ არის. ეს არის ეს წესები როგორ დაახლოვდეს ერთმანეთთან და ამას ვჭრით ამ საკითხს, ჭრის სტანდარტი და გვეუბნება, აი ასე უნდა აისახოს. იმ დროს დაგჭირდება ამ ანგარიშის გამოყენება. ვიდრე არ მივალთ ამ თემასთან, მანამდე ჩვენ ამ ანგარიშს არ შევეხებით. და საერთოდაც ამ ანგარიშს წელიწადში ერთხელ თუ შევეხებით, ისე პრაქტიკაში, სხვა დროს ამას არ ვეხებით ჩვენ. და შეიძლება არც ის პერიოდი არ იყოს, თქვათ არც რომელიმე წელს არ დამჭირდეს ეს ანგარიში, მაგრამ მე აუცილებლად უნდა ვიცოდე ეს საკითხი და ცალკე თემაში ჩვენ ამას განვიხილავთ. ესე იგი, მანამდე ჩვენ 4200-ებს არ ვეხებით. 4300-ები გახლავთ გარკვეული ტიპის ანარიცხები, ესეც ცოტა ისეთი ზოგადი თემაა და ჯერჯერობით ამ თემაზეც ბევრს ვერაფერს ვისაუბრებთ. ეს ვალდებულებაა. ვალდებულებებში ვართ, ხო? ხო, გავიწყდებათ 4-იანებში ვართ. ვალდებულება. მე შეიძლება ვალდებულება ფაქტიურიც მედოს წინ აი ამის გამო მაქვს ვალი, მაგრამ ვალდებულება წინ დახედულების კონცეფციიდან გამომდინარე შეფასდება და ჩვენ ვამბობთ, რომ თუ კი აქტივი კონსერვატორული მიდგომით უნდა შევაფასოთ, თუ კი ის მომხდარი არ არის ფაქტიურად ეს ოპერაცია, მე არ ავსახავ მას, მაგრამ აი წინ დახედულება უნდა გამოვიჩინო ზარალთან
და ხარჯებთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელი შესაძლებლობების დროსაც კი ავსახავ. აი ასეთი მოსალოდნელი შესაძლებლობების დროს წარმოქმნილი ზარალის ან ხარჯების ასახვის დროს გამოიყენება ხშირად ეს ანგარიში. ერთ მხარეზე ხარჯი, მეორე მხარეზე ანარიცხი რაღაც ვალდებულება, რომელიც შეიძლება ამ წუთში ფაქტიური არ იყოს, მაგრამ მოსალოდნელია რომ იყოს. ამ წუთში მე მაგალითს მოგიტანთ, ამ წუთში მე ფაქტიურად არ ამყავს ასეთი მევალე, მაგრამ მე შეიძლება გამიჩნდეს. აი ამის მაგალითი ადვილი რომ იყოს თქვენთვის ამის გაგება, მაგალითად საგარანტიო მომსახურება. მე ვყიდი თქვათ ელექტროტექნიკას და ვაყოლებ 2 წლიან გარანტიას. მე წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, სად დამჭირდება ამ საგარანტიო თანხების სახარჯვა. ანუ ვისთან გაფუჭდება ეს ელექტროტექნიკა, ვინ იქნება ეს მევალე, ვისაც მე ეს ფული უნდა გადაუხადო. მაგრამ მე წინასწარ ვაკეთებ ამის ანარიცხებს და ვალებში წერ რაღაცა თანხებს და ამ წესებს მე თანხებით გავეცნობით. ხარჯი იწერება ერთ მხარეზე და მეორე მხარეზე ვალი, მაგრამ კონკრეტულად ვისი ვალია ამ წუთში, მაგრამ წინა სტატისტიკიდან გამომდინარე მე ასეთი თანხები მეხარჯება. ანუ ესაა ჩემი სტატისტიკა, რომ დაახლოებით ამდენი საგარანტიო. აი უკვე წამოვიდა კონკრეტული კითხვები, ხო? ანუ როგორ ხდება, როგორ საიდან გამოვიყვანო და ასე შემდეგ. ეს ცოტა მე იქეთ გადავდოთ. ამ წუთში ჩვენ ვეცნობით ანგარიშს და გეგმას და ასეთი ანგარიში რატო უნდა დამჭირდეს? აი ამას ვეცნობით. ასეთი ვალდებულება არ იქნება ხშირი და შეიძლება საერთოდაც არ ქონდეს იმ კომპანიას, რომელშიც მე ვმუშაობ. ასეთი ანარიცხები. მე ერთ-ერთი მაგალითი მოგიტანეთ და მარტო ასეთი ანარიცხი კი არა, სხვადასხვა ტიპის ანარიცხები. მე ამით მინდა მიგანიშნოთ. ეს ხომ არ არის ფაქტიური ვალდებულება. ეს შეიძლება მოხდეს. მაგრამ მისი მოხდენის ალბათობაა მაღალი. შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, მაგრამ ყველაფერს ხარჯი კი არ ვდებ და ყველაფერზე ვალდებულებას კი არ ვწერ, მაგრამ როცა მოხდენის ალბათობა არის ძალიან მაღალი, მაშინ ვქვნი ასეთ ანარიცხებს, ასეთ რეზერვებს. და ასეთი რეზერვი შეიძლება კომპანიას გააჩნდეს, მაგრამ შეიძლება არც ქონდეს. არა მარტო საგარანტიო, სხვა რამეზეც. და რატომ უნდა შევქმნა ასეთი რეზერვი წინასწარ? აი ამაზე ყველაფერზე მითითებებს გაგვიკეთებ ჩვენ სტანდარტი, რომ ჩვენ რაღაცა წესები უნდა დავიცვათ ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს და ამიტომ არის ასეთი ანარიცხი ჩვენს ანგარიშთა გეგმაში. შეიძლება ასეთ რაღაცა დამჭირდეს, რომ ჩემი წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება იყოს აბსოლუტურად მართებული, სამართლიანი. აი ამ დროს შეიძლება მე გამოვიყენო ეს. რატომ? მე უნდა წარუდგინო ეს ფინანსური ანგარიშგება მის მომხმარებელს, რომ მან მიიღოს სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება. და ხო, კი, ანარიცხები არსებობს. ბევრი სახის ანარიცხები არსებობს, ზოგი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა ქონდეს ანარიცხები. კომპანიებს არის სხვადასხვა ტიპის დაზღვევა ახსენეთ, თქვენ ბანკები არის, რომელსაც უნდა ქონდეს ანარიცხები, რომ თუმცა შეიძლება არ იყოს ვალდებულება, სხვა ადგილზეც შეიძლება იყოს, მაგალითად კაპიტალში შეიძლება იყოს. ერთი სიტყვით, ამას მოითხოვს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესები და მე იმ დროს შეიძლება მქონდეს ასეთი ანგარიში გამოყენებული, მაგრამ ეს არ არის ხშირი, ახლა რომ გითხრათ, რომ ბევრს აქვს. გადავადებული შემოსავლები 4400. ყველა 4-იანი ვალია, ყველა 4-იანი გრძელვადიანი ვალია. ანუ ის არ არის ამ ერთ წელიწადში გასასტუმრებელი, მაგრამ ის შეიძლება არსებობდეს შემდგომ წლებში. რა არის გადავადებული შემოსავლები? ახლა არც ამ ანგარიშს არ ხსნი მე ამ წუთში. აი ეს გაითვალისწინეთ ყოველთვის, მაგრამ რაღაცას ზოგადად გეტყვით, რომ წარმოდგენა გქონდეთ, მეც ვერაფერს. თქვათ გადავადებული შემოსავლის მაგალითი შეიძლება იყოს, დავუშვათ მე ვარ სამშენებლო კომპანია. ჩემი პროდუქტი არის აშენებული შენობა, რომელსაც მე ვთქვათ ბინებს მე იქ ვყიდი. ძალიან ისეთი მაგალითი, რომელიც ხშირია პრაქტიკაში, მაგრამ აი ამ შენებლობის დროს წინასწარ ვიღებ ავანსებს. რა არის ავანსი ჩემთვის, ვიდრე მე მიყიდვას არ გავაკეთებ? მიღებული ავანსი ჩემთვის ვალდებულებაა. მაგრამ ასეთი ავანსი თუ 1 წლის განმავლობაში მაქვს გასასტუმრებელი, მაშინ 3100-ში იქნება, აი აქ. მაგრამ თუ ასეთი ავანსი 1 წლის მერე მაქვს გასასტუმრებელი, ანუ მე შეიძლება აშენებას მომდე 2 წელი. ეხლა შეკულებაში მიწერია, რომ მე კი გადაგახტევინებ წინასწარ ამ ავანსს, მაგრამ ჩაგაბარებ, მოგყიდი 2 წლის მერე. მაშინ ეს გრძელვადიანია, ხო? იმიტომ რომ მიყიდვა, რეალიზაცია არ ჩამოწერს მას 1 წლის განმავლობაში. ჩვენ ხო მიღებული ავანსი გაყიდვის დროს ვაღიარეთ შემოსავალი და ჩამოვწერეთ ავანსი. ასე იქნება აქაც ოღონდ. ეს 1 წელიწადში არ ხდება. ამიტომ ამის ერთ-ერთი მაგალითი გადავადებული შემოსავლის გახლავთ
თვითონ სახელს დააკვირდით გადავადებული შემოსავალი. ეს უფრო სწორად ასახავს აი ამის ცნებას, ვიდრე მიღებული ავანსი. მიღებული ავანსიც ასახავს, რომ ავანსად მივიღე რაღაცა და რაღაცა უნდა გაგისტუმრო. მაგრამ გადავადებული შემოსავალი პირდაპირ მელაპარაკება. ეს იქნება შემოსავალი, მაგრამ ჯერ არ არის მისი ვადა დამდგარი. დააკვირდით, რა შეგვიძლია ჩვენ ავანსს როცა ჩამოვწერთ, ვაღიარებთ შემოსავალს და ჩამოვწერთ ავანსს. ანუ სანამ არ ვაღიარე ეს შემოსავალი, მანამდე ავანსი მიჯდა ვალდებულებაში. მიღებული ავანსი. და მერე როცა მივყიდე უკვე კარგი, თუ ვერ გაიხსენეთ, დავიწყოთ თავიდან. წინასწარ მივიღე ფული. დებეტში არის აქტივებში ფული, კრედიტში არის ვალდებულებაში ავანსი. იმიტომ რომ ჯერ არ არის ჩემი შემოსავალიო. რას უცდის? სანამ არ მივყიდი. როცა მივყიდი, შემოსავალს ვაღიარებ კრედიტში, ხო? მაგრამ დებეტში კი არაფერი შემომივა. ის ფული მიღებულია უკვე. ფული მიღებული რომ არის, იმის წყაროდ ზის ვალდებულება და არა შემოსავალი. სადამდე, სანამ არ გახდება შემოსავალი. ამიტომ როგორც კი გახდა შემოსავალი, მაშინვე ეს წყარო შევცვალე, ანუ ვალდებულებას მოვაკელი დებეტით და კრედიტის შემოსავალიო. ეს ვალდებულება იჯდა დროებით. სანამ ის ავანსი არ აღიარდა შემოსავლად. ამას კიდე პირდაპირ გადავადებული შემოსავალი ქვია. ანუ ვალიაო ეს 4-იანში მიზის, მაგრამ ჯერ არ არის შემოსავალიო. როცა დადგება დრო, აი მაშინ ანუ გადავადებულია მისი დრო და გადავადებული ძალიან კარგად მიმანიშნებს, რომ ამ სანგარიშგებო პერიოდში არ დგება მისი დრო. გრძელვადიანი 1 წლის მერე დადგება მისი დრო. ანუ მისი შემოსავლა დაღიარება გადავადებულიო, ვალში მიზისო. აი როცა მე ამ ვალდებულებას შევასრულებ, ანუ მივყიდი შენობას და გადავცემ, ამ დროს ამ ვალიდან მოიხსნება და შემოსავალში აღიარდება. ეგ ჩვენ დარიცხვის მეთოდი გვაქვს და შემოსავლებსა და ხარჯებს ვაღიარებთ მიწოდების დროს ან პერიოდის შესაბამისად. ამისი პერიოდი არ დამდგარა ჯერ შემოსავლად აღიარების, იმიტომ რომ მიწოდების შესაბამისად უნდა აღიარდეს და ამიტომ არის გადავადებული შემოსავალი. ერთ-ერთი მაგალითია და არა მთლიანად ანგარიშის ახსნა. ესე იგი გრძელვადიან ვალდებულებებში ტიპიურად შეიძლება გქონდეს ასეთი ინფორმაციები. გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები, გადავადებული გადასახადები, ანარიცხები, გადავადებული შემოსავლები. ანუ ესენი ვალებია, ოღონდ არა 1 წლის განმავლობაში გასასტუმრებელი, ესენია შემდგომში გასასტუმრებელი ვალდებულებები. 3-იანი, 4-იანი, ორივე გახავთ ვალდებულებები. 1 წლამდე 3-იანებში გვაქვს ჩალაგებული, 4-იანებში 1 წლის შემდეგ. არ დაგავიწყდეთ, ესენი ორივე წყაროებია, პასივებია. აქ სინამდვილეში არაფერი არ დევს. ესენი გახლავთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოხდა აქტივებში და რა მოხდა ხარჯებში. ანუ მე როცა რაიმე წარმომექმნა აქტივებში, ან გავწიე რაიმე ხარჯი, მაგრამ ანუ ვაღიარე აქტივი, ვაღიარე ხარჯი, მაგრამ არ არის წასული ფული. ამ დროს ჩნდება 3-იანები და 4-იანები. ანუ მისი წყარო არის ვალდებულება. ავანსი რომ მივიღე, რა მოხდა? აქტივი გამეზარდა, ხო? მაგრამ წყარო იყო ვალდებულება. სესხი რომ ავიღე, რა მოხდა? აქტივი გამეზარდა, მაგრამ წყარო იყო ვალდებულება. ეს არ იყო შემოსავალი და არც კაპიტალის შემონატანი. როცა მე ანარიცხი გავაკეთე საგარანტიოზე, ხარჯი გამეზარდა, მაგრამ მისი წყარო რა დავხარჯე? არაფერი, ჯერ ვალი მაქვს. ანუ წყარო არის ვალდებულება. ანუ არ დაგვავიწყდეს, რომ ვალდებულებები მხოლოდ წყაროა. აქ ფიქსირდება ინფორმაცია, რომ რაღაცა შეიცვალა იქეთ ან ხარჯებში, ან აქტივებში და სინამდვილეში იცვლება აქტივები. შემდეგი ელემენტი გახლავთ კაპიტალი და კაპიტალში გვაქვს. აი ასე ვარქმევთ მას საკუთარი კაპიტალი. ზოგადად ცნება კაპიტალი მთელ დაფინანსებას გულისხმობს. ცოტა შორს წავალიხეთ. კაპიტალი ცნება მთელ დაფინანსებას გულისხმობს. საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის და ჩვენ კაპიტალს ყოფთ 2 ნაწილად: საკუთარი კაპიტალი და მოზიდული კაპიტალი. აი ის ზევით რაც განვიხილეთ, იყო მოზიდული კაპიტალი საწარმოსთვის, ვალები, მოზიდული კაპიტალია და აი აქ ქვევით ეს საკუთარი კაპიტალი, ანუ მე პატრონეთა მიერ შემონატანი ან საწარმოს მიერ დაგროვილი შედეგი. აი ისინია აქ. საკუთარ კაპიტალში შედის
კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, ჩვენ მარტო ზედა ჯგუფებს ვიხილავთ, ანუ ელემენტის ჯგუფიდან ერთით ჩამოვინაცვლეთ. აი შიგ დაწვრილებით ანგარიშებს ჯერ არ ვიხილავთ. გვაქვს 5100-ები, ჯგუფი გვაქვს ასეთი, რომელშიც შედის საწესდებო კაპიტალი. გვაქვს 5200-ები, პარტნიორთა კაპიტალი და ორი სიტყვით რა განსხვავება მათ შორის. ჩვენ განვიხილეთ საწარმოთა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები. ასეთი თემა ქონდა თუ გახსოვთ. და ვთქვით, რომ საწარმოები შეიძლება სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბდნენ სამართლებრივად. ეს შეიძლება იყოს ცალკე ინდმეწარმე ფიზიკური პირი, ის არ არის საწარმო, ის არის ფიზიკური პირი ინდმეწარმე და დანარჩენი 5 იურიდიული პირი, რომელიც ყალიბდება საწარმოს სახით და ეს იყო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შპს, სააქციო კოოპერატივი. აი ეს 5 ტიპის საზოგადოება. ეხლა ჩვენ კანონმდებლობაში ესეთი ტერმინი ამხანაგობის ტიპის საზოგადოება არ გამოიყენება, მაგრამ საზოგადოდ არის ასეთი ტერმინი, რომ სამეწარმეო სუბიექტები შეიძლება იყოს ამხანაგობის ტიპით ჩამოყალიბებული და შეიძლება კორპორაციული ტიპით ჩამოყალიბებული საზოგადოებები. აი ამხანაგობის ტიპის საზოგადოების კლასი მოიაზრებს ისეთ საზოგადოებებს, სადაც პარტნიორები არიან თვითონ ერთად და ერთობლივად წყვეტენ ყველაფერს, საქმიანობაშიც და მართვაშიც ერთადად თვითონ არიან ჩართულები. და დანარჩენი ტიპის საზოგადოებები არის უფრო პარტნიორები ცალკე გარეთ და ძირითადი მათი დამოკიდებულება საზოგადოებასთან არის ის, რომ მისი აქცია აქვს ნაყიდი წილი უდევს შიგ და შიგ თვითონ არ ერევა, აი დაბანდება გარედან და ღებულობს იქედან შედეგს. აი ესეთი უფრო კორპორაციული ტიპის არის. ეხლა ამ კლასებში პირდაპირ არ ჯდება, ვთქვათ, ისა, მაგრამ მიახლოებულია ამასთან, ეს ორი გაყოფა, საწესდებო კაპიტალი, პარტნიორთა კაპიტალი. პარტნიორთა კაპიტალი უფრო ამხანაგობის ტიპის საზოგადოებებშია და საწესდებო კაპიტალი უფრო აი კორპორაციულში. ეხლა ამ ცნებას ჩვენ ძალიან კონკრეტულად განვიხილავთ, მე მეწარმის კანონი გვაქვს წინ თქვა, გითხარით, რომელიც შემდეგ ეტაპზეა და თავიდან ბოლომდე მთელი ერთ სუბიექტების ყველა არსი უნდა დავამუშავოთ და გავარკვიოთ ჩვენ. ეხლა თქვენ შეიძლება მკითხოთ, ჩვენ ბუღალტრები ვართ, იურისტები არა, თქვენ უნდა იცოდეთ ეს ყველაფერი და ერთხელ მინდა კიდე შეგახსენოთ. მე ვახსენე ასეთი რამ, პროფესიონალი ბუღალტერი. ჩვენს ქვეყანაში, როცა ამ ცენს ღებულობს ბუღალტერი, პროფესიონალი ბუღალტერი, ბუღალტერიას ერთ წიგნში სწავლობს და ისე 14 წიგნი აქვს ჩასაბარებელი. ხო და ამიტომ იქ ძალიან ბევრი საგანია, საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ბუღალტერია, რაც ხდება ბიზნესში, ბიზნესის მართვიდან დაწყებული ყველაფერი, ყველა საგანი მან უნდა იცოდეს. ანუ ეს ყველაფერი და სამართალი და ეს ყველაფერი მისთვის ჩვეულებრივი. აუდიტორი ჩვეულებრივად უნდა ფლობდეს და ის ყოველთვის აი ჩვენ როცა ამ კვალიფიკაციას და ცენს ვიღებთ და სერტიფიკატს ვიღებთ, იქ აუცილებლად სისხლის სამართალი არ მოგეთხოვთ. დანარჩენი ყველაფერი ისე როგორც იურისტი. იმიტომ რომ აი ეს პროფესიაა თვითონ ასეთი. ანუ არ არის ის ცნება, რომ ჩოთქზე ხო ასე აი ესეთი წარმოდგენა იყო ბუღალტერი ეს ცნებით არ. კი ბატონო, ასეთიც არის. ოპერატორის დონეზე ბუღალტერის ის და შეყავს ინფორმაციები. იმას არ ხვია ბუღალტერი. ის ჩვეულებრივად არის, ხო, მოანგარიშე ოპერატორი ესეთი დონეზე, მაგრამ როცა ჩვენ ვარქმევთ უკვე ბუღალტერს, იქ კვალიფიკაცია უნდა იყოს გაცილებით მაღალი. ამიტომ თქვენ როცა მობძანით ახლა აი ამ კურსზე, არ უნდა გაგიკვირდეთ ის, რომ ამაში ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბევრი საგანია, ბევრი საკითხი, რომელიც თქვენ უნდა აითვისოთ. თუმცა ესეთი ცოტა იქაც ბუღალტრის კვალიფიკაცია შეიძლება, თუმცა შეიძლება არ იყოს სწორი. იქ დანარჩენ, სადაც მარტივად ხდება ამის მიწოდება, ის არის მოანგარიშის დონე, ოპერატორის დონე. და ალბათ სერტიფიკატის შესაბამისობას უნდა ამოწმებდეს. და ჩვენთან არ იქნება თქვენ ახლა მთავარ ბუღალტერს და მენეჯერის სერტიფიკატს ვერ გაიტანთ, ამ პირველ დონეზე გაიტანთ, ჩვეულებრივად ბუღალტრის, მაგრამ ის ჩვეულებრივად ბუღალტერი რაც გულისხმობს, იმას გაარკვევთ კურსის ბოლომდე, ანუ რამდენი უნდა იცოდეს იმ ჩვეულებრივად ბუღალტერმა. ესე იგი ჩვენ როცა ვსაუბრობთ აი აქ პარტნიორთა კაპიტალი თუ საწესდებო კაპიტალი, ეს ითხოვს საფუძვლებს სამართლებრივს. და თქვენ ასე ზოგადად კი არა ორი სიტყვით რომ გეტყვით, საფუძვლიანად უნდა იცოდეთ რა განსხვავებაა მათ შორის და სადაც შებრძანდებით იმ საწარმოს ორგანიზაციის სამართლებრივი მოწყობა უნდა იცოდეთ სწორად. ზოგჯერ და არც თუ ისე იშვიათად ეს მენეჯერმაც არ იცის სწორად და ეს არის პრობლემაა და არა ის რომ ახლა იმან თუ არ იცის მეც არ უნდა ვიცოდი, არა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი ძალიან კარგად. საწესდებო კაპიტალი, პარტნიორთა კაპიტალი. ახლა ჩვენ პრაქტიკაში კონკრეტულად ჩვენ სამართლებრივი სივრციდან გამომდინარე, როგორ გამოვიყენებთ ამას.
ჩვენ გვაქვს ჩვენ ვიქნებით სად? ან ინდმეწარმესთან გავაკეთებთ აღრიცხვას, თუ მას ეს უნდა მოუწყობთ ამ აღრიცხვას, სოლიდაროში, კომანდიტურში, სააქციოში, შპს-ში, კოოპერატივში, რომელიღაც სუბიექტში ვიქნებით, ხო? საწესდებო კაპიტალს გამოვიყენებთ იქ, სადაც პასუხისმგებლობები პარტნიორთა შეზღუდულია. ჩვენ ხო ამ ნიშნით დავამუშავეთ ეს ადგილი და ვთქვით, შპს-ში პარტნიორთა პასუხისმგებლობა შეზღუდულია, კოოპერატივში, სააქციო საზოგადოებაში. აი კომანდიტური ორივეშია და ამიტომ კომანდიტური, სოლიდარული და ინდმეწარმე გამოიყენებს პარტნიორთა კაპიტალს 5200 ანგარიშს, შპს, კოოპერატივი, სააქციო საზოგადოება გამოიყენებს 5100 საწესდებო კაპიტალს. ახლა სახელი თვითონ გეუბნებათ, რომ წესდებით განსაზღვრულია კაპიტალიო, საწესდებო კაპიტალი. ანუ ამ კომპანიებს განსაზღვრული აქვს წესდებით კაპიტალი და ძირითადად კაპიტალში წილებით განისაზღვრება მათი ურთიერთდამოკიდებულება და რაც შეეხება იქ დანარჩენ ფორმებს, იქ არ არის პირდაპირ მარტო ამაზე დამოკიდებული. ჩვენ ვიცით, რომ იქ შეუზღუდავი აქვს მას პასუხისმგებლობა. ესე იგი 5200-ებს გამოვიყენებთ ინდმეწარმესთან სოლიდარობაში და კომანდიტურში, 5100-ებს გამოვიყენებთ შპს-ში, კოოპერატივში და სააქციო საზოგადოებაში. ამიტომ ახლა არ შეიძლება ერთ საწარმოში ორივე ანგარიში გამოყენებული მქონდეს, ან ერთი მაქვს, ან მეორე. 5300-ები ასახავს ჩემი მოგების ან ზარალის მდგომარეობას და ვიცით, რომ ეს არის ჩემს მიერ, საწარმოს მიერ გამომუშავებული შედეგი უკვე და ეს არ არის შემონატანი. აი ნახეთ 5100-ები და 200-ები პარტნიორთა შემონატანია. მათი დაფინანსება, ხომ არ გავიწყდებათ, რომ პასივებში ვართ, ანუ წყაროებში ვართ. მე რომ გამაჩნია აქტივები, ის აქტივები ან ვალდებულებით არის დაფინანსებული, ან კაპიტალით. ამ კაპიტალში კიდე ნაწილი დაფინანსება გარედან არის შემოტანილი პარტნიორების მიერ და ეს არის 5100-ები და 200-ები. ხოლო ნაწილი დაფინანსება აქტივები რომ გაიზარდა, იმისი მე შევქმენი თვითონ საწარმო მოგებით 15000 ლარი შემომივიდა, 10000 ლარი საქონელი დავხარჯე. გამეზარდა ხო აქტივი 5000. რა არის ამის წყარო? ეს იყო პირველი მაგალითი, რომელთაც დავიწყეთ. ის 5000 არის ჩემი მოგებაო, ანუ მის დაფინანსების წყარო არც მის ესხებია, არც პარტნიორს არ შემოუტანია, მე გამოვიმუშავე თვითონ საწარმო და გავზარდე აქტივები. ანუ გავზარდე კაპიტალი, ანუ გავზარდე მოგება. აი ის წყაროც გახლავთ 5000-ებში და 5300-ებშია ეს. ესე იგი შედეგი ბოლოში, მთელი წლის ბოლოს რომ დავაჯამებთ, წლის განმავლობაში სად არის შედეგი? შემოსავლებში და ხარჯებში. წლის ბოლოს რომ დაჯამდება მთელი წლის შემოსავლები და ხარჯები, თავს მოიყრის ერთ ადგილზეო და ის ერთი ადგილია 5300. აი აქ ჩავდებთ მთელი წლის შედეგს. და აქ გროვდება ის წლების განმავლობაში თუ არ გაიტანს, რასაც გაიტანს მე პატრონე გამოაკლდება, რაც არა და აქ იქნება დაგროვილი. მე პატრონე შეუძლია, ხო? ეს არ გიკვირთ ალბათ, რომ ის დაბანდებული კაპიტალიზე გატანაზე კი არა, ისიც შეუძლია, მაგრამ ეს როცა გაქვს, გადის უკვე კომპანიიდან, მაგრამ აი როცა ვამბობთ, რომ გაიტანს კაპიტალიდან, თქვათ, მოგებიდან რაღაცას, ეს არის დივიდენდი ძირითადად. და ზუსტად აი ეს მიდგომა აქვს, ეს დამოკიდებულება აქვს მას თავის საწარმოსთან, რომ დრო და დრო გააქვს ეს დივიდენდი. თუმცა როგორც წესი ყველა არ გააქვს, იმიტომ რომ საწარმოსაც ჭირდება განვითარება და მტოვებს მას. ანუ გაუნაწილებელი მოგება ასეთი ადგილი გვექნება ჩვენ 5300-ებში. ეს გახლდათ პასივები, ამის მერე მოდის უკაცრავად 5400-ები, რეზერვები და დაფინანსება. აი წეგან საუბრობდით თქვენ რომ რაღაცა რეზერვი, რაღაც ანარიცხებზე რომ საუბრობდით. ასეთი რეზერვები და ანარიცხები შეიძლება გააჩნდეს საწარმოებს და არა მარტო ვალდებულებაში, არამედ კაპიტალშიც. აი ესეთ სისტემა, რომელსაც ჯერ არ ვეხებით და კაპიტალი ცალკე თემა გვაქვს ჩვენ და ყველა საკითხი იქ იქნება განხილული, მაგრამ შეიძლება ასეთი რამ გქონდეს საწარმოს რეზერვების სახით. ოღონდ კაპიტალში. ეს იყო პასივები, ანუ დააკვირდით ელემენტებში სად ვარ ჩვენ? აქტივები, ვალდებულება, კაპიტალი. რა შეიძლება შეგვხვდეს აქ? ახლა გადავდივართ დროებით ანგარიშებზე. 1-დან 5-ის ჩათვლით ყველა ანგარიში მუდმივია.
იმიტომ რომ ისინი ყველა საბალანსოა, არასოდეს არ იხურება, წინა პერიოდიდან გრძელდება შემდეგ პერიოდში და ნაშთები აქვს წინა და ბოლო და გადაყვება შემდეგ პერიოდში. ამას ნიშნავს, რომ მუდმივია და მუდმივად ხდება მასზე ინფორმაციების მიტანა. რაც შეეხება დანარჩენი ანგარიშები, გახლავთ შემოსავლები, ხარჯები, ესენი არ არის საბალანსო ანგარიშები. ბალანსში ისინი ერთი ანგარიშით მოგებით ან ზარალით შევლენ. მაგრამ წლის განმავლობაში დროებით და ეს დრო არის წელი, დროებით ის დაშლილია ორ ნაწილად, შემოსავლებად, ხარჯებად და ცალ-ცალკე ხდება აღრიცხვა მთელი წლის განმავლობაში. აი ამ შედეგების შემოსავალი და ხარჯი ორივე შედეგია. ამ შედეგების ასახვა, თუმცა ისინი ორივე წყაროა. არ დაგავიწყდეთ. 5300-ია ორივე ბოლოში შესატანი და 5300 წყაროა. თვითონ ამ შედეგებს, აი ჩვენ რა ვთქვით, გავყიდე საქონელი და მივიღე შემოსავალი 1000 ლარი. შემოსავალი ფულია. შემოსავალი წყაროა და ეს წყარო უნდა იყოს გამოხატული აქტივებში რაღაცით, ან ფულით, ან მოთხოვნით, ხო? ანუ თვითონ შემოსავლები და ხარჯები წყაროა. ის არ არის თვითონ რეალურად. ის არის ინფორმაცია იმის შესახებ, რა ემართება აქტივებს. რა ემართება ვალდებულებებს. ორივე შეიძლება მოხდეს ცვლილება. მაგრამ გვახსოვდეს, რომ ესენი არის დროებითი ანგარიშები. აი ეს შედეგი გროვდება მთელი წლის განმავლობაში. ამას ემსახურება ეს ანგარიშები, რომ წლის განმავლობაში შედეგები დავაგროვოთ და მერე პერიოდის ბოლოს შემოსავლებს გააკლდება ხარჯები და შედეგი წავა მუდმივ საბალანსო ანგარიშში 5300-ში. ესე იგი, ამ ანგარიშებს არ ექნება წინა ნაშთი და არ ექნება ბოლო ნაშთი. რადგან ბოლო ნაშთი არ აქვს, ამიტომ არ აქვს წინა ნაშთი, ხო? მაგრამ მთელი პერიოდის განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას და აქ არის კიდე ერთი სიმარტივე. თუ მაგალითად აი ეს მუდმივი ანგარიშები მუშაობს აქტიურად ორივე მხარეზე. რას ნიშნავს ახლა რაც ვთქვი? მაგალითად ფული მოვიდა და დებეტებშიც ხდება ჩანაწერები და კრედიტებში და უმეტესად ყველა მუდმივ ანგარიშზე ორივე მხარეზე მაქვს ბრუნვები მთელი წლის განმავლობაში. დროებით ანგარიშებს ეს მაინდა-მაინც არ ახასიათებთ. და რატომ არ ახასიათებთ? ძალიან ისეთი პრიმიტიული ანგარიშებია შედარებით. ყველა შემოსავალი გროვდება კრედიტში, ხო? შემოსავლები პასიური ანგარიშებიაო. პასიური ანგარიშები იზრდება კრედიტით. ცირდება დებეტით, ხო გახსოვთ? შემოსავლები პასიური ანგარიშებია და მთელი წლის განმავლობაში შემოსავლები იზრდება კრედიტით. ანუ მთელი წლის განმავლობაში მარტო კრედიტებში მაქვს ჩანაწერები. რომ შეხედავ ამ ანგარიშს და დებეტებში თუ მიწერია შემშლია. ანუ მარტივია ამ კუთხით, თუ კრედიტებში უნდა წერო. წინა ნაშთი არა აქვს. ბოლო ნაშთი მარტო აჯამებ ამას და გაქვს კრედიტებში ჩანაწერები. რაც შეეხება ხარჯებს, ის სულ დებეტებში გროვდება. წინა ნაშთი არ აქვს, ბოლო ნაშთი არ აქვს და სულ დებეტებში ვაკეთებ ჩანაწერებს და ვაჯამებ ამას დროთა განმავლობაში. იმიტომ რომ აქტიურია ხარჯები. აი პერიოდის ბოლოს და ერთხელ მისი დახურვა მოხდება კრედიტით, ანუ რაც დავაგროვე, მოვაკლებ მე ეს ყველა იმას კრედიტით და შემოსავლებს რო ვაგროვებდი კრედიტში, მისი დახურვა მოხდება დებეტით. ანუ ერთხელ მოხდება იქ ჩანაწერი მეორე მხარეზე. ესე იგი ცალმხრივ ჩანაწერებს აკეთებ, სპეციფიკა ასეთია, ვაგროვებ შემოსავლებს, ვაგროვებ ხარჯებს. ანუ მოიმატა მოაკლდა ასე არ არის. იმიტომ რომ თვითონ ეს ორი ანგარიშია, მოიმატა მოაკლდა. დააკვირდით? თუ იმატებს მოგება აქეთ შემოსავლებში ვწერ, თუ იკლებს ხარჯებში ვწერ. ის ხო ერთი 5300-ების ორი მხარეა. მოგება ზარალის ორად დავშალე ეს და პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე მაქვს. შემოსავლებია მისი მხარე, ანუ იზრდება კრედიტით. ხარჯებია მისი საპირისპირო მხარე. მოგება ცირდება დებეტით. ამიტომ დებეტებში ვაგროვებ ხარჯებს, კრედიტებში ვაგროვებ შემოსავლებს. აი ამ ნიშნითაც მარტივია ამ ანგარიშებთან მუშაობა. ეხლა როგორი ტიპის შემოსავლები და ხარჯები შეიძლება გქონდეს? 6000-ებში გვაქვს 6100-ები საოპერაციო შემოსავლები, ანუ ის შემოსავლები, რომელიც მიღებულია ჩემი ძირითადი საქმიანობიდან. რას ნიშნავს? მე თუ ვარ მაგალითად სავაჭრო ობიექტი,
ჩემ ძირითად საქმიანობა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები. საქონლის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები. მაგრამ მე შეიძლება გავაქირო ფართი, გავასესხო ფული და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის არ იქნება ჩემი ძირითად საქმიანობა. კიდე რაღაცები შეიძლება, მაგრამ ჯერ მარტო ამას ვეხებით. ანუ ეს არ იქნება ჩემი ძირითად საქმიანობა და არ შეურევ იმ დანარჩენ ისიც ჩემი შემოსავალია, რა თქმა უნდა შემოსავლებში ავსახა, მაგრამ არ შეურევ სხვანაირი შემოსავლები და ცალკე ჯგუფში ჩავწერ. დიახ, არა საოპერაციოში. ესე იგი საოპერაციო შემოსავლებში იქნება ჩემი ძირითად საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. მაგალითად მე პურის ქარხანა ვარ. ვაჭრობა არა ვარ, მაგრამ ჩემი საბოლოო პროდუქტი არის პური. და მისი გაყიდვიდან მე ვწოვტიდი საცალო ობიექტი ყიდის მომხმარებელზე, მაგრამ მე ვყიდი ამ ობიექტებზე. იმის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები. ესე იგი მე გინდა წარმოება ვიყო, გინდა მომსახურება ვიყო და გინდა ვაჭრობა ვიყო, საბოლოო პროდუქტი, საბოლოო შედეგი ჩემი მაინც გაყიდვა. გაყიდვებიდან ამ ძირითადი საქმიანობის შედეგად მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები 6100-ში. 7-იანები გახლავთ აი ამ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და მას ვეძახით საოპერაციო ხარჯებს. 7100-ები, 7200-ები გახლავთ პირდაპირ იმ მარაგის დანახარჯი, რომელიც გავყიდე. ვაწარმოე პური, რა დამიჯდა უშუალოდ პური. იმის დანახარჯი იქნება 7100-ში, წარმოება იქნება 7100-ში. და მას ვეძახითო თვითღირებულების დანახარჯი. თვითონ ის რა დაჯდა, იმის დანახარჯი იქნება 7100-ში. მაგრამ მანამდე ის იქნება 1600-ში, მარაგში, როცა იწარმოება. რო დამთავრდება და გავყიდი, მერე გადავა ეს მთელი დანახარჯი 7100-ში. ვიყიდე მე ტელევიზორებს ვყიდი. ვიყიდე ტელევიზორი. მისი დანახარჯი არის 1600-ში, მარაგში, საქონელიაო. სანამ არ გავყიდი, ხო ასეა? მერე როცა გავყიდი, აი ამის თვითღირებულებას, რაც დამიჯდა ტელევიზორი, წამოვიღებ აქტივებიდან, ანუ კრედიტი იქნება აქტივები და დებეტი იქნება ოღონდ 7200, იმიტომ რომ ვაჭრობაა. აი ესეც ახლა არ არის თქვათ ერთნაირი და იმიტომ გამოვყავი, თორე თავისი არსი 7100 და 7200 არის ის, რასაც ვყიდი, ის რა დამიჯდა. აი მის ხარჯია. თვითღირებულების ხარჯი. ხო, ესე იგი, უშუალოდ რაც დამიჯდა ის, რასაც ვყიდი, მაგრამ მარტო ის ხო არ დამეხარჯა. მაგალითად, მე ვიყიდე ტელევიზორი 500 ლარად, გავყიდე 700 ლარად, მაგრამ მარტო 500 კი არ დამეხარჯა. გამყიდველს ხელფასი უნდა, მაღაზია შენახვა უნდა, ელექტროენერგია, ბევრი რაღაცა მინდა. ანუ ამ გაყიდვებს კიდე ჭირდება სხვა ხარჯები. და ეს პირდაპირ არის ჩემ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული და ამიტომ 7-იანებში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ჯგუფები დანახარჯების. 7100 და 200 იყო თვითონ ის ხარჯი, რაც დამიჯდა, რასაც ვყიდიდი ის, ანუ ამიტომ თვითღირებულების დანახარჯი ქვია. 7100 ვიყენებ წარმოებაში და 7200 ვიყენებ ვაჭრობაში. 7300 არის რა დამიჯდა თვითონ გაყიდვის პროცესი. გაყიდვის პროცესი. რა დამიჯდა? აი მაგალითად დისტრიბუტორის მომსახურება, მაღაზიის გამყიდველის ხელფასი, ძირითადი საშუალებას ცვეთა იქ რაც გაყიდვაში მონაწილეობს და ასე შემდეგ. რეკლამა, ძალიან ტიპიური დანახარჯია, გაყიდვის მიწოდება კი ბატონო. ტრანსპორტირება. აი ესენი რაც უშუალოდ გაყიდვის პროცესს უკავშირდება და ეს დანახარჯები ექნება ყველას, წარმოებასაც ექნება ეს, ვაჭრობასაც ექნება, მომსახურ ყველას ექნება ეს, ანუ გაყიდვის პროცესთან რაც არის დაკავშირებული. 7400-ები, როგორც გითხარით, ადრეც ვახსენებდი ამას, ეს არის საერთო დანახარჯები, რომელიც კონკრეტულად არ არის თვითღირებულების დანახარჯი, ან არ არის კონკრეტულად მიწოდების, ანუ გაყიდვის დანახარჯი. დანარჩენი ყველა დანახარჯი, ადმინისტრირების დანახარჯები, გადასახადები, ისეთი ზოგადი ხარჯები, რომელიც კონკრეტულად არ ეკუთვნის თვითღირებულებას ან მიწოდებას, ყველა სხვა ხარჯი, ოღონდ საოპერაციო იქნება 7400-ში. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ამის შიგნითაც ჩავიხედავთ ცოტა და იქ კონკრეტული ხარჯები გამოჩნდება უკვე, რომელი ეს ხარჯი. ამის მერე მოდის 8000-ები, მოდი ერთი წინა ეს მიბრუნება გავაკეთოთ, 6000-ებში გვქონდა ჩვენ საოპერაციო შემოსავლები. და 7000-ები არის მისი შესაბამისი საოპერაციო ხარჯები. დანარჩენი ყველა შემოსავალი და ხარჯი არის არასაოპერაციო. თუ რაიმე ესეთი იქნება და თქვენ ალბათ ხვდებით, რომ
ძირითადი ჩვენი შემოსავლები და ხარჯები იქნება საოპერაციო შემოსავლები და ხარჯები. აქ მოგვიწევს ძირითადი მოძრაობა და მისი ასახვა. არასაოპერაციოები არ ხდება ისე ხშირად, მაგრამ როცა მოხდება, მას ცალკე ავსახავთ და 8100-ებში აისახება არასაოპერაციო შემოსავლები, მაგალითად პროცენტის სახით მიღებული, ქირის სახით მიღებული, არის სხვა ისეთი ოპერაციის სახით მიღებული და 8200-ებში ანალოგიური, თუ ჩვენ იქეთ ვიხდით, ანალოგიური ხარჯები. დიახ, არასაოპერაციო ხარჯები. აი ეს განსაკუთრებული შემოსავლები და განსაკუთრებული და სხვა ხარჯები არის 9100-ში, 9200-ში და ვთქვით, ეს არ არის დაგეგმილი წინასწარი, ეს ძირითადად არაორდინალური შემოსავლები და ხარჯები, რომლის გათვალისწინება, ეს გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც ვეძახით და შემოსავლებს წინასწარ არ ხერხდებოდა, ანუ ის არ არის დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები. იშვიათია, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა დაგჭირდება, იქნება ცალკე უნდა აისახოს. არ შეურეთ არც არასაოპერაციოში და არც საოპერაციოში. აქ არის ერთი ხარჯი 9200-ში, რომელიც განსაკუთრებული არ არის. ეს გახლავთ მოგების გადასახადის ხარჯი. ეხლა თქვენ იტყვით რა უნდა აქ? აქ მისი ყოფნა მხოლოდ ერთი პირობით არის განსაზღვრული. და ეს გახლავთ ის, რომ მოგების გადასახადის ხარჯს ჩვენ ვერ დავითვლით, მანამ სანამ არ გვექნება ყველაფერი დათვლილი. ანუ ყველა ოპერაციები უნდა იქნას დაჯამებული წლის ბოლოს, ყველა ხარჯები და შემოსავლები უნდა იქნას დახურული და უბრალოდ სანამ ყველაფერი არ არის დათვლილი, მანამ რომ ვერ ვითვლით და მანამ ვერ გაჩნდება ეს ხარჯი, რადგან ყველაზე ბოლო ჩანაწერია ეს ოპერაციებში, ამიტომ მოხვდა ის ცხრიანებში. ის ვალდებულება თუ არა მაქვს გადახდილი. ის ვალდებულება, მე ხარჯებს გეუბნებით ამ წუთში. ხარჯებზე გელაპარაკებით. ისე ძალიან ესეთი კითხვა, ეს არის ასოციაცია, კითხვა რომელიც იბადება, უბრალოდ მე ერთ ადგილზე კი არა მაქვს და იგივე შინაარსის რაიმე. ნახეთ, მოგების გადასახადის ხარჯი მაქვს ხარჯებში, მაგრამ მოგების გადასახადი გადაუხდელი, თუ მაქვს ვალდებულება, მაქვს ვალდებულებებში. ორივე წარმოშვა მოგების გადასახადმა, მაგრამ ერთი ვალდებულება და მეორე ხარჯია. ვალდებულება ჩვეულებრივად ის იქეთ, გადაუხდელი ვალდებულება, რომელიც შეიძლება წინა პერიოდიდანაც მქონდეს. მაგრამ ხარჯი თვითონ რამდენი უნდა გავწიო ეს ხარჯი, სანამ ყველა ინფორმაცია არ იქნება შეჯამებული, მანამდე ვერ დავითვლი ამას და ვერ საზღვრავ. ამიტომ იმის გამო, რომ მისი განსაზღვრა ხდება ყველაზე ბოლოში, ადგილი ცხრიანში, იმიტომ მოხვდა. და ამას მიხვდებით მალევე, აი აქავე მეშვიდე თემაში უკვე აი ამას ვეხებით ჩვენ. და შევხედავთ იქ როგორ გაჩნდება ეს მოგების გადასახადის ხარჯი. და ესე იგი ცხრიანი იმიტომ კი არ მიეკუთვნა მას, რომ განსაკუთრებულია, არამედ რიგითობით ეს ხარჯი მოდის ყველაზე ბოლოში. და წინა ხარჯებში რომ ჩამეწერა, რომ დავხურავ, ისე უნდა მიბრუნდე და გავასწორო. ამიტომ ეს არ შეიძლება და ამიტომ იწერება ის ბოლოში. ესე იგი მე ერთ რამეს უბრალოდ შიგ ჩარევას ვაკეთებ ახლა, ცხრიანები ეკუთვნის განსაკუთრებულებს. ოღონდ 9200-ში იწერება ერთი ხარჯი, რომელიც არ არის განსაკუთრებული, უბრალოდ რიგითობით მოხდა აქ. ეს იყო პირველადი მიმოხილვა ჩვენი ანგარიშთა გეგმის ჯგუფების დონეზე. ეხლა მე შევეცდები, რომ აი თქვენ შეეცადეთ ჩახედვის გარეშე ერთხელ კიდევ ჯგუფები მარტო გავიხსენოთ. ერთიანში შევა ყველა მიმდინარე აქტივები. მიმდინარე აქტივებში ერთიანი აქვს ყველას წინა ნომერი. ერთი და მეორე ერთიანი, ანუ 1100. ამ ჯგუფში შევა ფული სალაროში. ესეთ რიგითობით მოვყვებით. ჩვენი ანგარიშთა გეგმა დალაგებულია ლიკვიდობის კლების მიხედვით. ყველაზე მაღალი ლიკვიდური აქტივიდან იწყება და იწყებს ლიკვიდობის კლება. ზევიდან მოვყვებით ქვევით. რას ნიშნავს ეს? ლიკვიდობა, მოდი ასე ვთქვათ პრიმიტიულად, ჩემი ფულად ქცევის ხარისხი აქტივების, მოდი ასე ვთქვათ. რომელ აქტივს შეუძლია უფრო მალე იქცეს და ადვილად იქცეს ფულად. ამის მიხედვით არის დალაგებული. რა თქმა უნდა, თავში ფულია, ხო, მაშინ ის თვითონ ფულია და არაფერი ქცევა არ ჭირდება ფულად. ამის მერე მოდის მოკლევადიანი, აი მაგალითად, ფული სალაროში არის 1100. ხელში მაქვს ეს ფული ადგილზეა. იმ წუთს შემიძლია დავხარჯო.
ფული ბანკში არის 1200. ჩემია ფულია, ოღონდ ამ წუთში აქ არ მაქვს და პროცედურა უნდა, ხო, იმის თქვა, ანუ ბანკშია. ამიტომ ის ქვევით არის. 1300 მოკლევადიანი ინვესტიცია და აქ ისეთი ფასიანი ქაღალდებია ჩადებული, რომელიც როცა დამჭირდება, მაშინ ფულად ვაქცე. ანუ იმას არაფერი არ ჭირდება, არც გამზადება, არც გაყიდვა, ჩვეულებრივად გადაცვლა ხდება მისი. 1400 შემდეგი ნომერი მოყვები ახლა ნომრებს. 1400 არის მოთხოვნები. უკვე გაყიდული მაქვს, უკვე გარიგება არსებობს, მარტო დარჩა ფული გადასახდელი. ანუ პროცედურა დანარჩენთან შედარებით ნაკლებია. ოღონდ ფული არ არის. ფულზე ნაკლები ლიკვიდობა აქვს. 1400 იყო მოთხოვნები. 1500-იც მოთხოვნებია, ოღონდ სათამას უკვე. 1600 მის ქვევით არის და ეს არის მარაგი. ყველა სახის მარაგი. საქონელი, პროდუქცია, მასალა და ყველა სახის მარაგი ამაშია. 1600 მიმდინარე აქტივია, მაგრამ ის რომ ფულად გადაიქცეს. ჯერ უნდა გამზადდეს, მერე უნდა გაიყიდოს, მერე მოთხოვნა წარმოიშოს და მერე იქნება ფული. ამიტომ ქვევით არის შედარებით. თუმცა ის უფრო ზევით არის, როგორ ვიდრე ძირითადი საშუალება, ხო? 1600 გახლავთ მარაგი ჯგუფი, 1700 გახლავთ წინასწარ გაწეული ხარჯი. ეს გადახდილი ფულია, მაგრამ ჯერ არ არის ხარჯი. და ვიდრე არ დადგება მისი ხარჯად აღიარების დრო, მანამდე ის არის აქტივებში გაჩერებული. როცა დადგება, აქედან წავა ხარჯი. 1800-იც მოთხოვნებია, ოღონდ არიცხული და არ შეურიე მე ეს მოთხოვნები. 1400-ში მაქვს ხო მოთხოვნები ძირითადად, მაგრამ არ შეურიე 1400-ში ეს მოთხოვნები, იმიტომ რომ 1400 უკავშირდება ჩემს საოპერაციო საქმიანობებს და იქედან წარმოშობილ მოთხოვნებს. 1800 უკავშირდება არასაოპერაციო საქმიანობას და იქედან წარმოშობილ მოთხოვნებს. მაგალითად, მე რომ გავყიდე ტელევიზორი, იქედანაც შეიძლება გამიშდეს მოთხოვნა არ იყოს ფული გადახდილი. ოღონდ ამ მოთხოვნას ჩავდებ 1400-ში. მაგრამ მე რომ გავაქირავე ფართი, აქედანაც ვაღიარე შემოსავალი, ოღონდ არასაოპერაციო შემოსავალი ვაღიარე და ხო შეიძლება ესეც არ მაქვს მიღებული. მოთხოვნა, ოღონდ ამ მოთხოვნას არ შეურე 1400-ში და დავწერ 1800-ში. ეხლა თქვენ ხვდებით რომ ამდენი ჯგუფი, იმიტომ კი არა გვაქვს რომ შინაარსით არის ამდენი განსხვავებული ოპერაცია. შეიძლება შინაარსით არ იყოს განსხვავებული, მაგრამ პერიოდით იყოს, რაღაცა შიგა კლასებით იყოს. აი ამიტომ არის სხვადასხვა ჯგუფები გამოყოფილი. ესე იგი მე უნდა გამოვყო დროის შესაბამისად, შინაარსის შესაბამისად, ესენი და ამიტომ არის სხვადასხვა ჯგუფები. ეხლა დააკვირდით თქვენ, მოთხოვნა იყო 1400-იც, მოთხოვნა იყო 1500-იც და მოთხოვნა არის 1800-იც, მაგრამ შიგნით არის რაღაცა განსხვავება, თორე ესეთ მოთხოვნაა ყველა. შემდეგი ჯგუფი იყო 1900 და რაც არ ჩაეტევაო დანარჩენში და ცოტა ამისგან განსხვავებული იქნება, ნუ შევურევთო და ცალკე ჩავწეროთ 1900-ში. ესე იგი. მოკლევადიან აქტივებში 1100, 1200 ფულებია სალაროში და ბანკში. ხო? 1300 ინვესტიციებია, მოკლევადიანი, რომელიც თითქმის ფულს უდრის. 1400 მოთხოვნებია, ოღონდ საოპერაციო საქმიანობიდან, 1500 სათამასო მოთხოვნებია, რაღაც გარანტიებით რომ არის, ისიც მოთხოვნებია ჩვეულებრივად ამოსაღებია ეს ფული. 1600-ია ძირითად ჩემი ანგარიშები, მარაგი, ანუ აქტივებშია, ჯერ არ გამიყიდია, ჯერ არ დამიხარჯია. ფული კი დავხარჯე, მაგრამ ჯერ ამისგან ველოდები სარგება. მარაგებში ცოტა სხვანაირი კლასიფიკაცია შიგ ჯგუფში. სხვანაირი კლასიფიკაცია გვაქვს და ამაზე ვისაუბრებ ცალკე გამოვყოთ. ანუ მარაგი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ასევე რთული თემაც არის და იქ ახსნით ამ თანმიმდევრობას, რატო ესეთ თანმიმდევრობით. ესე იგი, მარაგი გახლავთ 1600, 1700 წინასწარ გაწეული ხარჯია, 1800-იც მოთხოვნა, ოღონდ დარიცხული მოთხოვნა და არასაოპერაციო შემოსავლებთან არის კავშირში. 1900 ყველა დანარჩენი რაც არ მოთავს და აქ. ორიანები გახლავთ გრძელვადიანი აქტივები. ანუ აქტივები, რომელიც 1 წლის განმავლობაში არ გადაიქცევა ფულად. დანარჩენი ყველა ისინი 1 წლის განმავლობაში უნდა ამობრუნდეს, ასე ვთქვათ, წვებრუნვაში უნდა ამობრუნდეს 1 წლის განმავლობაში. მაგრამ ორიანებში არის გრძელვადიანი აქტივები, რომელიც პირდაპირაც კი არ იხარჯება. ძირითადი მათი ნიშანია, რომ პროცესში იხარჯება, თანდათანობით. ანუ ისინი უშუალოდ გაყიდვისთვის არ არის. ისინი პროცესს ემსახურებიან და იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, იმ შედეგში თავის დამსახურება ამასაც აქვს. აი იმ შედეგს უწყობს ხელს.
ეხლა ძალიან მარტივია აქ დავუშვათ იმ აზრის გაგება, ჩვენ რა თქმა უნდა ძირითად საშუალებები სერიოზული თემაა, დიდი თემაა და ამას თავის შესავალს გაუკეთებთ. რომ ისეთ დანახარჯები რატო ვაღიარებთ ასე, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება გამყიდველი, რომელიც დატარებით რაღაცა ნივთს ყიდის წვიმას, იმან უფრო იაფად მოყიდოთ ის ნივთი, ვიდრე თქვენ შეხვიდეთ ძალიან კომფორტულ მაღაზიაში და იგივე ნივთი იყიდოთ. და მე ხშირად მომისმენია. მე ვერ მოყიდი ასე იაფად, იმიტომ რომ ამაში მე ბევრი ხარჯი მაქვს. გარდა იმისა, რომ თქვათ, ამაში რაც გადავიხადე, იმის გარდა გადასახადი მაქვს, აგერ მაღაზიის შენახვის ხარჯი მაქვს და ასე შემდეგ. ანუ მას აქვს კიდე სხვა ხარჯები. ოღონდ არც ერთი მყიდველი ტყუილა ფულს არ იხდის. აი იქ თუ ხარჯია, შესაბამისი კომფორტიცა, შესაბამისი დაცვა, შესაბამისი სანდობა, რაღაც სხვა რამეში იხდის კიდე ფულს. ამიტომ ჩვენ როცა აი ამ საკითხებს ვარეგულირებთ, ჩვენ ვამბობ, ძირითადი საშუალებები თვითონ კი არ იყიდება და უშუალოდ თვითონ კი არ მოაქვს ამას შემოსავალი, მაგრამ მე რომ ვიდექი თქვათ ქუჩაში და რაღაცას ვყიდიდი და მე ავდექი და მაღაზია ავაშენე, ამდენი ფული ჩავდე იმ მაღაზიის აშენებაში. მაგრამ უფრო მეტი სტაბილურობა, უფრო მეტი კომფორტი, უფრო მეტი პერსპექტივა შეუქმნით ჩემ ბიზნესს და რა თქმა უნდა, მე ის დანახარჯები უნდა ამოვიღო იმის შედეგად. ანუ აი ეს დანახარჯებიც ყველა მონაწილეობას ღებულობს ამ საბოლოო შედეგში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დავუშვათ ქუჩაში მივდივართ და გვინდა რაღაც საკვები პროდუქტის ყიდვა. ნუ ხშირია ელემენტარულად და დავდექით ფეხით და რაღაც ჩქარი კვების ობიექტში ავიღეთ და მაგრამ საღამოს კარგად მომზადებული, განწყობილი მივდივართ და ვჯდებით ძალიან კარგ რესტორანში და ხო, შეიძლება იგივე პროდუქტს მივირთმევთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ იქ გაცილებით ძვირი ეღირება ეს, იმიტომ რომ იქ მარტო ამას არ ყიდულობთ, ხო? იქ მე ძალიან ბევრ სხვა სერვისს ყიდულობ. იქ ძირითადად მომსახურება არის ის, რასაც მე ვყიდულობ და არა უშუალოდ პროდუქტი. აქ ამ შემთხვევაში არ მაქვს ეს პრეტენზია. იმიტომ რომ ფასად სხვას ვიხდი. იქ კიდე სხვა პრეტენზია გაქვს. დიახ. ხო, აი ამაში ეს თქვენ წარმოიდგინეთ, აი ბაზარი ძალიან ახლოს არის ჩვენთან და ბაზარშიც კი, იმიტომ რომ იქ აღარ დგას ეხლა ამ წუთში იქ დგას ზუსტად ეს მეწარმე. და იქ ამდენი გადახდილი მაქვს და თავის ფასში გაძლეო. ესე იგი, ხო, და რაღაც ცოტას ვუმატებ და ის რომ იმას ხარჯები აქვს მე ირგვლივ. აი ამაზეა საუბარი, რომ ის, მაგრამ ძირითადი საშუალებები, გრძელვადიანი აქტივები, თავისი შინაარსით რა არის? თავისი შინაარსით არის ის კომფორტი, ის დავუშვათ შესაძლებლობები, რომელსაც შენ კიდე უქმნის შენ საქონელს პროდუქციას. ეხმარება ამას და თავისთავად ამაში დიდი დანახარჯები მიდის და ეს დანახარჯები თანდათანობით უნდა განაწილდეს ამ შედეგზე, თანდათანობით უნდა იქნას ამოღებული. მაგრამ ის არ ხდება ერთ პერიოდში. ამიტომ არის გრძელვადიანი. ანუ რამდენიმე პერიოდში უნდა განაწილდეს.